და ტექნიკურ დეტალებსაც რო ჩავყვეთ. კი, ზურაგის. აი ამ სასამართლოს პირობებში. აი ამ მოდი დავწუთ არჩევნებზეა ხო ლაპარაკი? სადაც ყავს აი ეს კაცი ჭამია საარჩევნო კომისიის წევრები, ხო? მე ეს საჭირდება საოლქო კომისიებში. სადაც ყავს ადმინისტრაციული მოსამართლეები, რომლებიც აი ორი ფაქტი იყო ხო, რომ დააჯარიმეს პენსიონერები. ორი მასოს მე პირადად ორი ფაქტი იყო, რომ 5000 ლარი პენსიონერი ადამიანები დააჯარიმეს. ხო და ეს ხალხი ხო აი ასაკიანი ადამიანები. აი როგორ წარმოგიდგენია საარჩევნო პროცესის წარმოება. მე გაგიწევ ოპონირებას ახლა მიუხედავად იმისა, რომ ზურასთან ოპონირების გაცა. ჩვენ ხო ვითხოვთ ახლა ალბათ გიპასუხებდნენ, რომ ხო ითხოვთ არჩევნებს. გაახართ პროტესტის მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის პატიმრების გათავისუფლება და არჩევნები. მაშინ რაღაც ვითხოვთ ჩვენ. არა, ოღონდ ვითხოვ. იმ შეთავაზებებს, სადაც ალბათ ახლა ეს ახალი ალიანსი თავისთავად ძალიან კარგი ჰაი კლასის იურისტები ყავთ და დადებენ იმ დოკუმენტს, რა ფორმატით უნდა ჩატარდეს. ხო თქვა თუ წავლენ ამაზე. ხო და მე არ მგონია რომ საუბარი იყოს მე არა ვარ შიდა პროცესებში რა არჩევნებიც ჩვენ აღწერეთ, იმიტომ რომ ეგ არ არის არჩევნები. ხა არჩევნები, რომელსაც აკეთებს ის კალანდარიშვილი და რომელსაც ის კოლცენტრები ამუშავებენ, რაც ნახეთ ტოტალური გაყალბების ფონზე, ალბათ ამ არჩევნებზე არ არის ხო თავისთავად საუბარი და როგორც ჩანს, მე მგონია რომ ძალიან ეხა ზურა რასაც ამბობს რეალურად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზურა არის ამ პროტესტის უწყვეტი მონაწილე. მე არ ვიცი, აი როცა ამ სიტყვებს ვამბობ, მართლა ზურა მახსენდება, იმიტომ რომ მე არ ვიცი, არ მახსენდება დღე და კვირა, როცა ის არ არის პროტესტში, თუ მისი და თან მუშაობს, ვიცი და ძართული არის ამ ყველაფრის შეთავსება და ზურას რო აქვს ეს კითხვები, რომ აი რა არჩევნებზე მეპატიჟებით მე თქვენ, ამ კითხვებზე უნდა გასცეს პასუხი, გასცენ პოლიტიკოსებმა და აუხსნან და დარწმუნებული ვარ და რატომღაც გონია რომ ეს არ არის ზურას კითხვა. აი მოდი ესე ვთქვათ, ხო გასult ეს ბოლო არჩევნები. მიიღო მონაწილეობა ლელო თვითმმართველობის და მიიღო მონაწილეობა გახარეს პარტიამ. ხო ხო იცით ყველა, ამცირებდნენ. იმის მაგალითად თეორიულად დასაშვება რო წარმოვიდგინოთ, ხო ცოტა ხანი მაგალითად პროპაგანდას მოდი გამოვიყენებთ შინაურული ის არის გარემო და მოეკეტა რაღაცები არ ელაპარაკეთ. ამცირებდნენ. გახარია საგაუკეთეს. ლელოებს კვეცხები დაუშინეს იქ რა ქვია ჩემთან უბანში ნახალხკაში და ხვედრეს მეტროსთან ჰქონდათ პრეზენტაცია საარჩევნო. მთელი ეს პროცესი იყო ეს მაინც არ გაეკეთებინათ. გამცირებენ და იქ მიდიხარ. კი და ამ კონტექსტში უყურებ შენ საპარლამენტო არჩევნებს? არა, რა თქმა უნდა არ უყურებ, არა პირიქით ახლა არანაირ არჩევნებს არა. უბრალოდ მე ამ შემთხვევაში ლელოს მისამართი თქვი რომ აქ მეთქი ამ ფორმატით როგორ შეიძლება არჩევნები რომც თეორიულად დასაშვებულად წარმოიდგინო. ეს თქვით რომ პირიქით ახლა ამ წუთას ვიღა არჩევნებზეა ან ხელისუფლება რა პროპა. იცით რა არის მოდი რეალობა თქვათ აი როგორც ომზე თუ ვინმეს უნდა ომის კაცი არის ბიზინა ივანიშვილი. თუ ვინმეს არ უნდა ნამდვილი არჩევნები ბიზინა ივანიშვილს აი წარმოგიდგენთ რა უნდა თქვას. 2012 წლიდან ადამიანი სულ იტყუება, ხო? ეს ხო არ არის ისეთი ტყუილი რომ რაღაცა. ანუ ივანიშვილისთვის სამართლიანი არჩევნები ნიშნავს ივანიშვილის მარცხს და შენ არ გაქვს იმის მოლოდინი, როგორ შეიძლება ამას დათანხმდეს. სწორედ მივხვდი. კი, ანუ რა გაიძულებს? გავანებოთ თქვათ ჩემი თანამებრძოლების თქვათ ეჭვად გამოთქმულ აზრებს თქვათ იქ რასაც საუბრობთ, მაგრამ რა გაიძულებს, ხო? არ შეუძლია არც კომისია, არაფერზე არ მოდის აგეთ ბოლოს სადაც მიიღე მონაწილეობა ტიტუშკებიც კი, ნუ ხო ყველა ვიცით რომ მართულები არიან. ისიც კი არ გააკეთე, რო კვეცხი არ ესლულად, იქ ვიღაცები დაახვედრეს, აგინეს. ხო რეალობა შენ ერთი წლის წინ ხოროდის იყო არჩევნები, ხო შენ თვითონ ნახე რომ გამცირებდა და აი ამ დამცირებულ პოზაში მიგაღებინა ეს ყურით არჩევნებში მონაწილეობა. და მე იმ ხალხისაც უკვე ანუ პოლიტიკოსებს ღირსება არ შეჭათ ვიღაც. ეს მაგაზეა რომ
განცილებენ, კვერცხებს გესრიან, გაგინებენ საჯარო ტელევიზიებით, ტიტუშკებით და ყაბულს ხარ ამ ყველაფერზე, ყაბულს ხარ. ეს არის ძალიან დამამცირებელია და ისე რაღაც მადლობა ვიკაშელას ამოვიღე ეს და თქვი. როგორ მიხარია და